ვაგრძელებთ ბედის მატრიცის განხილვას და ახლა უნდა განვიხილოთ კარმის კუდი, ხოლო ჩემი შეცვლილი სახელით კარმის შელტი. იმიტომ რომ ხშირად ავღნიშნავ, კუდი შეიძლება იყოს ფუმფულად, რომანტიულიც, სასიამოვნოც, აი შელტი კი ყოველთვის მწარია. ახლა რა არის ეს კარმის შელტი? ეს არის ენერგიები, რომელიც სულ მოიწყო წინა ცხოვრებიდან, ყველა ნეგატიური. მხოლოდ ნეგატიური ენერგიები და ეს მთელი ცხოვრების მანძილზე არის ყველაზე, როგორც გირი რო დაკიდო, ყველაზე მძიმე ნაწილი ხასიათი ენერგია მის ცხოვრებაში, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში გაქაჩავს დავისკენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დაემორჩილოს ადამიანი ამას და აუცილებლად წავიდეს ნეგატივისკენ და ჩაიძიროს. აი, ქვევით რასაც ხედავთ, აი ეს 15.5.8, აი ეს არის, რაზეც ვსაუბრობ. სხვათა შორის არ არის იშვიათი ეს კარმის კუდი, მე არ ვიცი. არ არის იშვიათი მთელი მსოფლიოს მასშტაბით თუ საქართველოს მასშტაბით, მაგრამ საქართველოში რომ ნამდვილად არ არის იშვიათი, ამას დავადასტურებ ჩემი პრაქტიკული სამუშაოდან გამომდინარე. ხო, რა არის ახლა ეს? ეს არის ის ნეგატივი ადამიანში, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა დაამუშავოს და აი თუ დაამუშავებს, აი როგორც ყვავილი, აი ესე ყველა ენერგიებში გაიშლება, გადავა და ყველა ენერგიები საბაზისო დონეზე გაწონას სწორდება. ეს როგორც აი ნახე ვიზუალურად არის ყველაზე ქვევით, ყველაზე დაბლა, ისე ნეგატივისკენ ეკაჩება აბსოლუტურად ყველა ენერგიებს. მოდი გადავიდეთ ახლა თვითონ ამ ენერგიებზე, რა ხდება აქ. 15.5.8. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ 15.5.8, ყველაზე მძიმე ამ ენერგიებში არის ენერგია 8. 8 ენერგია არის კარმას ნიშნავს, კარმის ენერგია და ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად ადამიანს შეიძლება მოუწიოს, დასჭირდეს საკუთარი სიმართლის დამტკიცება. ანუ ნეგატივში, ხოლმე ნეგატივში ვკითხულობ ახლა, სხვა ენერგიებისგან განსხვავებით, თუმცა შეიძლება ადამიანმა დაამუშავოს ეს კარმის კუდი. შეიძლება კი არა, უნდა დაამუშავოს ადამიანმა კარმის კუდი, თუ უნდა რომ კარგ ადამიანად იქცეს და შეიძლება ახლა, როდესაც მე გავდივარ კონსულტაციას, ამ ეტაპზე, ამ პიროვნებას, ვის ბედის მატრიცასაც ვკითხულობ, უკვე კონდეს რაღაც დონეზე, რაღაც ეტაპებზე. ან მაქსიმალურად, ან საშუალოდ კორიდორი გვაქვს, ხო? ეტაპების და ენერგიის რაღაცა დონეზე შეიძლება უკვე კონდეს დამუშავებული. ამას იმიტომ უსვავ ხაზს, რომ ამ ადამიანთან მაქვს რაღაცა შეხებები და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი დოზით უნდა კონდეს ეს ენერგიები დამუშავებული. და ძალიან კარგია, ძალიან მიხარია. და ისე ვუბრუნდები ენერგია 8-ს, რომელიც ამ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ აქვს კარმის შელტში, სხვაგან არ ჩანს ეს და ეს არის ის ცნობა, რომ შეიძლება ეგონოს მუდამ საკუთარი თავი მართალი, აუცილებლად მე სიმართლე, ამ სიმართლის დამტკიცება უნდოდეს და აი ეს კონდეს, შეიძლება აგრესიაში გადავიდეს, რომ აი შენ რა ხარ მართალი, მე ვარ მართალი, იბრძოლოს სამართლიანობისთვის და ამ ბრძოლაში თვითონ გახდეს უსამართლო და ასე შემდეგ. მეორე ენერგია, ეს არის 5 ენერგია, რაც მის ასე ვთქვათ სექსუალური ენერგიის ერთ-ერთ ნაწილში აქვს, ასევე ეს ენერგია აქვს საგვარეულო საჩუქრად, ასე ვთქვათ, გადმოცემული, აქვს ასევე ფინანსებში ეს 5-იანი ეს ენერგია და აქვს მშობლების კარმაში ეს 5-იანი ენერგია. ეხლა ნახე რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს 5-იანი არის სისტემა, რაღაცა სისტემურობა, ოჯახი, გვარი, რელიგია, სამშობლო, ქვეყანა და აი ამ სისტემაში რაღაცა წინა ცხოვრებაში, ოღონდ მინდა ხაზი გაუსვა, ეს არ ნიშნავს აუცილებლად წინა რეინკარნაციას. ეს ცვლილება მე შემოგვს ბედის მატრიცაში რეგრესული ჰიპნოზიდან გამომდინარე. იმიტომ რომ აქ ჩანს ის ნეგატივი, აქ ჩანს ის დადებითი ნიჭი და ტალანტი, რომელიც წამოიღო და არა აუცილებლად რომელი ქონდა წინა რეინკარნაციაში.
და აქ ჩანს, რომ ნახე, რაღაცა კარმული სამართლიანობა დაარღვია აი აქ, რაც ჩამოვთვალე. ან თავისი ოჯახის წინაშე, თავისი გვარის წინაშე, თავისი სამშობლოს წინაშე შეიძლება რაღაცა ინსტიტუციის წინაშე, რელიგიის წინაშე. სხვათა შორის დაზიანებული ხუთიანები აუცილებლად აქვთ სექტანტებს. აუცილებლად ყველა სექტანტს აქვს დაზიანებული ხუთიანი, რომ იცოდეთ. და ნახე, მშობლები ყავს ამ ენერგიაში. რას ვამბობ ამის? აი ბავშვობაში თუ კი რამე ტრამვა მიუღია ამ ადამიანს, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო კარმული გაკვეთილი. ყველაზე მძიმედ ადამიანები კარმულ გაკვეთილს იღებენ დაბადებიდან 7 წლამდე, მერე 12 წლამდე და მერე უფრო მსუბუქდება. ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რატო შეიძლება დაიღუპოს ბავშვი, შიმშილობდეს ბავშვი, იტანჯებოდეს და ასე შემდეგ. ამ პერიოდში ხდება ძალიან სწრაფად დაწვა ხოლმე კარმის. და ამ შემთხვევაში, აი ეს რაც შეეშალა წინა რეინკარნაციაში, მშობლების სიმძიმით მიიღებ და აუცილებლად ბავშვობაში. და ხო, ეს არის ხო, ნახე, მე მინდა თან ხაზი გაუსვა ის, რომ ფინანსებშიც აქვს ეს ენერგია და ასევე გვარმამისცა საჩუქრად. ნახე, დაიბადა იმ საგვარეულოში, ანუ იმ დედიკოსთან, იმ მამიკოსთან, ვინც გადმოსცა ეს ენერგია როგორც ძალად, იმიტომ რომ დაამუშავოს კარმა. აი ეს საინტერესოდ ირჩევს სული ოჯახს, სად უნდა დაიბადოს. და რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანისთვის აუცილებელი არის ოჯახი, სისტემა, შეიძლება რელიგიაც იყოს მნიშვნელოვანი, შეიძლება სამშობლოც იყოს მნიშვნელოვანი, თუ არ არის, უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ეს სისტემურობა, რომ დაამუშავოს კარმა. ამ ადამიანისთვის აუცილებელია სწავლა და განვითარება და ამ თავისი გამოცდილების, სწავლის და რესურსის გადაცემა აუცილებლად სხვაზე. ამ ადამიანისთვის აუცილებელი არის პატივისცემა, იერარქია, დიდი, პატარა, ხო, რაღაცა აი სისტემურობა, ასე ვთქვათ, ხო, უფროსის პატივისცემა, უმცროსთან ისე მოქცევა, როგორც ბავშვთან. ეს აუცილებელია, კარმასაც დაამუშავებს, ფინანსებიც წაადგება, ფინანსებზე მე კიდე ცალკე როცა გადავართ ფინანსურ საკითხებზე. და 15 ენერგია, ეს არის ძალიან დიდი მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება და მავნეჩვევები. ანუ რაღაცა ყველაფერი მიჯაჭვული და დამოკიდებული არის დემონური ენერგია და რაღაცა მსგავსი ჩვევის გამო უღალატა აი ამ რასაც ვთვლი ოჯახი, სამშობლო, გვარი, ნათესავები. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამე, აი ძალიან ნებისმიერი რამე, რაც შეიძლება იყოს დამოკიდებულება. შეიძლება იყოს ნარკომანია, შეიძლება იყოს ცუდი ქცევები, შეიძლება იყოს ლუდომანია, შეიძლება იყოს ფულის სიყვარული და ასე შემდეგ. ნებისმიერი დამოკიდებულება, რის გამოც დაარღვია კარმა, კანონები, სამყაროს კანონები, უფლებები და დატანჯა თავისი ახლობლები, ამითი უღალატა, ტკივილი მიაყენა თავის ახლობებს. ეხლა რა უნდა როგორ შემოbrunდება ეს ამ ცხოვრებაში, ხო? ანუ ეს თუნება რომ რაღაცაზე იყოს მიჯაჭვული, ამოიგდოს, ებრძოლოს ამ თვისებას თავის თავში. სხვადასხვა აი ნახეთ, ტალანტში აქვს, მე გადავალ შემდეგ ჩანაწერზე ტალანტებზეც, მაგრამ აი ეს ენერგია უბრუნდება ტალანტში. თუ ამას დაამუშავებს, ჩათვალეთ, რომ ეს პლუსი აი ესე ავარდება ძალიან მაღლა, უცებ და ძალიან გააქტიურდება და ტალანტში ეს 15 ენერგია გადაიქცევა მის საოცარ წინასწარმეტყველურ, ანუ ინტუიციის ენერგიად. აი რაღაცას რო გათვლი გინდა მიზნებს და ძალიან კარგ გათვლას რო გააკეთებ, ძალიან კარგ გეგმას რო გააკეთებ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ტალანტზე რო გადავალ მაშინ. ეხლა რაც უნდა გააკეთოს, არ ამტკიცოს თავისი სიმართლე, მე მართალი ვარ, დაფიქრდეს იქნებს, შეიძლება ორივე მართალიც იყოთ. სხვისი მიმღებლობა ისწავლოს, გაუფრთხილდეს თავის ოჯახს, როგორც არსებულს, ისე მომავალს.
უფრო თუ გაზრდის ამ არეალს გაიზრდება ეს მზრუნველობა გვარისადმი, ნათესავებისადმი, სამშობლოსადმი, ოკეი, ძალიან მაგარი არის და ნებისმიერი სახის მინჯაჭულობა, დამოკიდებულება, მავნეჩვევები უნდა გამორიცხოს თავისი ცხოვრებიდან. აი ეს არის ჩემი რეკომენდაცია. მე თქვენ შეგახსენებთ, რომ მე ვარ ნათია შაი და ლაიქეთ და გამოიწერეთ არხი, ხოლო ვისაც უნდა ჩემთან დაკავშირება, სხვათა შორის სულ ერთი ლექცია გავიდა, დაიწყო ჩემი შესწავლელი კურსი, ბედის მატრიცა რო შეისწავლოს, ან თავისი შეუქმნა, შეუძლიათ დამიკავშირდეს ნომერზე 591 233 507. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.